ხო, მე მგონი ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ ეს პირველი ეტაპი რაღაცა ფუკა იყო ჩვეულებრივი და რეალურ პრობლემას აი ახლა მივადექით. მე არ მქონდა ბევრი დრო ტერმოუსმინე გივი მიქანაძეს და ეს არ მომისმენია იმ პრეზენტაციისთვის, მაგრამ ნახე ის სლაიდი, რომელიც აი მაგ ლოგიკაში ვერ ჯდება რა ის ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი. იმ თბილისის გარდა სხვა ქალაქებზე მე რაც წავიკითხე, ყველგან წერია მაგალითად ახალციხის, იმისი რა ქვია, ბათუმის, ქუთაისის სხვა უნივერსიტეტებზე ყველგან წერია რომ მულტიპროფილურად რჩება, ანუ ყველა თბილისის გარდა სხვა ქალაქებში უნივერსიტეტები რჩებიან მულტიპროფილური და უბრალოდ იმას რა ქვია, ტექნიკურ უნივერსიტეტს აუკრძალეს ჰუმანიტარული საგნები და ილიაონის გაუქმება გადაწყვიტეს და დაბრუნება იმ ეპოქაში, როდესაც იყო პუშკინის პედაგოგიის ინსტიტუტი. რეალურად ეს არის, ხო? არავითარი ერთი ქალაქი, ეს არის აბსოლუტური ტყუილი. ეს ჯერსეთი ეს კონცეფცია არის სრული იდიოტიზმი. აი, აბსოლუტური ნონსენსი, რაღაცა საბჭოთა კავშირის იაფფასიანი ნოსტალგია, უბრალოდ ნოსტალგია ბიძინა ივანიშვილის, რომელსაც თან იმის ცოდნაც არ ადევს, რომ როგორი იყო თუნდაც საბჭოთა განათლების სისტემა. აი, ჩვეულებრივი რაღაცა მოსწვა, თავის ახალგაზრდობა უნდა მე მგონი, უბრალოდ დააბრუნოს და მეტი არაფერი თან შინაარსიც არ აქვს, ხო? ვიძახიან ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არც ერთ ქალაქს ეს არ მიესადაგება. უბრალოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, თესეუს, ილიაონსა და სამედიცინო უნივერსიტეტს აუკრძალეს რაღაცების კეთება. თორე არავითარი ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი არ არის, ხო? ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი. მესმის ეს რო არ ვიცი, მაგრამ პირობითად ვიძახი, ღმერთმა დაგვიფაროს რომ ეს საბოლოოდ გამოვიდეს, მაგრამ პირობითად ეგ ნიშნავს, რომ ქუთაისში იქნება მარტო ის რა ქვია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა, არ ვიცი, ბათუმში იქნება მარტო ზღვაოსნობა. ეს არის ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი. და ის რასაც ეხა ეგენი ყიდიან, ეს არის რაღაცა იდიოტური სახელი, რომლის უკანაც ერთადერთი მიზანი გამოჩნდა ეხა. აი ამ ქონების დაპატრონება, ფაკულტეტების რაოდენობის შემცირება ამ უნივერსიტეტებში, ანუ მოსპობა მათი აკადემიური ავტონომიის მიწასთან გასწორება რეალურად და რაღაც ხელების ფათური მაგალითად ილიაონში, იმიტომ რომ ეხა ის ილიაონის ზიზღი, ეს რამე ახალი მოვლენა ხო არ არის? ხო, ილიაონის ზიზღი არის პირველი დღიდან 2012 წლიდან დაიწყეს. ეს არის სწორედ პოლიტიკური კონტექსტით, თქვენ ტექსტით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, ასე ფიქრობთ? კი, გაუტონდიანა, ცალსახად, ამ შეხედვით შიშულად გამოჩნდა, რომ ცალსახად მხოლოდ პოლიტიკური კონტექსტია. ქონებრივი, ორი რაღაც დავინახეთ, სინამდვილეში მე არ სპეკულირებ, აი მაქსიმალურად ვცდილობ, რომ სპეკულაციაში არ შევიდე, რაღაცა ჩემი დასკვნა არ გამოვიტანო. უბრალოდ ფაქტებს კონსტატაციას ვახდენ. პირველი, მოხდა შერწყმის აი ეს რაღაცა აბსოლუტური კორდებალეტი სამარცხვინო, ეს რაღაც გპ-ის და თესეუს შერწყმაზე. იქიდან საბოლოოდ რა გამოვიდა, ხო? გამოვიდა პრემიერ-მინისტრი, რომელსაც თქვა, რომ არა, ეხა ჩვენ გვჯერა ჩვენი პროფესორის არ შევწყოთ, ოღონდ შენობები არ ჭირდებათ ამდენი, იმიტომ რომ ფაკულტეტები უნდა გამოვაკლოთ და რა თქმა უნდა იმ შენობებს გავანთავისუფლებთ და სხვანაირად გამოვიყენებთ. ანუ გამოჩნდა, ხო, კონტექსტი, რომ ქონება იყო მთავარი ამ ორის შერწყმიდან, ეგ გამოჩნდა, თორე იქ მე არ მქონდა რაღაცა. კი ვამბობთ, რომ ტოტალური კონტროლის დაწესება და კონტროლი უნდათ, მაგრამ ხო კიდევ ერთხელ გამიმეორებ, რომ იქაური პროფესორის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით ტექნიკურ უნივერსიტეტში, ისედაც მათ სამსახურში იდგას პოლიტიკურში. ეხა მეორე ეტაპი გამოჩნდა. ილიაონზე იძახიან, რომ აი მოდ ჩვენ მოვიგონეთ ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი და ამ ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის მთელი ამბავი არის ის, რომ სინამდვილეში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დააბრუნეს პრეისტორიულ ხანაში ქართული აკადემიური სფეროსთვის და პუშკინის ინსტიტუტად გადააკეთეს ისე. აი ეს გამოჩნდა, მე ყველაფერი არის ხო? არავის არ მოკლებია მეტი არავის არაფერი. კი ბატონო, ცოტა ხნის წინ სიმონ ჯანაშია, ასე ვთქვათ, აქვეყნებს იმ დარგების სიას, რომელიც უქმდება. აი ასე რომ პედაგოგიური მიმართულება უნარჩუნდება, ამ ნიუსით, ასე ვთქვათ, შეიძლება მასშტაბი იყოს ცოტა მაინც ნაკლებად დანახვადი. აი ახლა გრევის მასშტაბი რომ წარმოიდგინოთ და რა ფაკულტეტებზეა საუბარი, აუქმებს შემდეგ პროგრამებს, ეს არის უზარმაზარი შრომა და სიმდიდრე, რომელიც ასობით ადამიანმა, ათობით ორგანიზაციამ შექმნა. პირველი, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები,
ეკოლოგია, ფიზიკა, ბიოლოგია, ანთროპოლოგია, ასტრონომია, უჯრედული ნეირომეცნიერება, ბიოქიმია და მოლეკულური ბიოტექნოლოგია, სამართალი, ანგლისტიკა, გამოყენებითი გერმანისტიკა, საფრანგეთის მცოდნეობა, მედიცინა, ისტორია, რუსისტიკა, ლიტერატურა, მცოდნეობა, ქართული ფილოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, მცოდნეობა, მუსიკა, ფსიქოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, თავისუფალი მეცნიერებები, სოციოლოგია, გრაფიკის ხელოვნება, გამოყენებითი ხელოვნება, ფინანსები, მენეჯმენტი, ტურიზმი, ადიქციის კვლევები. მოკლედ, დაახლოებით 53 პროგრამაზე არის საუბარი და აქვე არის მიწერილი, რომ ეს არასრული ჩამონათვალია, რაც მხოლოდ ამ უნივერსიტეტში დაზიანდება. მოკლედ ამ თემის შევსება მინდოდა, მაგრამ მინდა კიდევ ერთ თემაზე ვილაპარაკო თქვენთან, ეს არის 6 წელზე მეტი წყლოვანების ავტომობილების შემოყვანის აკრძალვა. ბოლო პერიოდში თქვენი გუნდი ხშირად საუბრობს და აქცენტს აკეთებს სერვისების პრობლემაზე, მომსახურების გაძვირებაზე, პრობლემებზე, რომელიც ადამიანებს ყოფით ცხოვრებაში ექმნებათ. აი 6 წელზე უფრო ახალი ავტომობილის შემოყვანის რესურსი რამდენს აქვს ქვეყანაში, ესეც თემა ალბათ მნიშვნელოვანი ჩვენი აუდიტორიისთვის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი თემაა, ქალბატონო დიანა, მადლობა ამ თემის დაინტერესებისთვის. ერთის მხრივ ჩვენ ვართ ქვეყანა, კიდევ ბევრჯერ ვიმეორებ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველა თვალნათლივ დაინახოს. ეს არის ქვეყანა, სადაც მედიანური დანახარჯი საშუალო სტატისტიკური ქართველის არის 540 ლარი. ეს არის ქვეყანა, სადაც 700.000-ზე მეტი ადამიანი არის სოციალურად დაუცველთა რიცხვაზე. ეს არის ქვეყანა, სადაც 900.000 ქვეყნის მოქალაქე არის სოციალური პენსიის მიმღები, ერთიანი სოციალური პენსიის განაცემის მიმღები. ეს არის ძალიან ღარიბი ქვეყანა, რომლის GDP-ც ახლოსაც ვერ მიდის ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანასთან. ამ ქვეყანაში 200%-ით ქართული ოცნების მმართველობის განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის განმავლობაში 200%-ით გაიზარდა ფასები სახელმწიფო სერვისებზე, აი რაღაც ქორწინების რეგისტრაციაზე, ერთ-ერთი ბოლო არის ქორწინების რეგისტრაცია, რომელსაც ეხა ფასი მოუმატეს. ეს არის ქვეყანა, სადაც 50-დან 500%-ის ინტერვალში გაიზარდა ფასები მედიკამენტებზე და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე და ეხლა აი ამ საზოგადოებას, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა, მე მესმის რომ ქალბატონი წილოსანი იყო დღეს აი ეს რაღაცა იდიოტიზმის კიდევ ერთი სავანე და კიდევ ერთხელ გამოავლინა თავი, რომ ამ ქვეყანაში ბოლშევიკები არიან, ვისაც დიდარი ეზიზღება თუ არა, დიდარი არ ეზიზღება. მთელი ჩვენი შრომა იმაზე არის მიმართული, რომ საქართველოს მოქალაქე გამდიდრდეს. ოღონდ არა წილოსანის მამა მარტო, არა წილოსანის მამა საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე. დიდარი ხალხი კი არ გვეზიზღება. შიმშილით ბავშვები იხოცებიან ამ ქვეყანაში, ქალბატონო დიანა. ეს არის ქვეყანა, რაბაქი ბუქიც არ უნდა მოაყოლოს ქართულმა ოცნებამ და მისი უმრავლესობის ლიდერებმა და აი ამ გაურკვეველმა არარაობებმა. ეს არის ქვეყანა, სადაც ბავშვები შიმშილით იხოცებიან. ასეთი ფაქტები გვაქვს. ეს არის ქვეყანა, სადაც უსახლკარო ადამიანების რაოდენობა ძალიან დიდია. ეს არის ქვეყანა, სადაც უმძიმესი ტვირთი აწევთ ჩვენ მოქალაქეებს, როგორც სოციალური, ისე ფინანსური ყველა მიმართულებით. და ამ ქვეყანაში გამოსავალი, ეს არის ქვეყანა, სადაც ძალიან ბევრი, ძალიან ღირსეული სხვადასხვა პროფესიის ადამიანი, სოფლის მეურნეობიდან დაწყებული, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დამთავრებული, აი ამ პროფესიის წარმომადგენლები, მათ შორის იმიტომ, რომ ფარატინა ქაღალდს იძლევიან სახელმწიფო უნივერსიტეტები დიპლომა და შრომით ბაზარზე არაფერს არ წარმოადგენს ქართული სახელმწიფო უნივერსიტეტების დიპლომი, მათ შორის ამის გამო საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი დაკავებულია ესეთი შრომით, როგორც არის მანქანის ტარება, მეგობრებო. სხვადასხვა ფორმით იქნება ეს რაღაცა ტაქსის სერვისი თუ იქნება ეს რაღაცა გადაზიდვა რაღაცების. ძალიან ბევრი ხალხია ამით დაკავებული. ძალიან ბევრი ხალხი სარჩო საბადებელს შეულობს იმითი, რომ არ ვიცი, 95 წლის რაიმე ოპერატორი შეიძლება კი ბატონო დაგჭირდეს ავტომანქანა და გაჭირვებული საშუალო სტატისტიკური ქართველი, რომელიც ოპერატორი ყავს 98 წლის. ამ ხალხს დასვეულებით დიანა, ჩვენ ხო გვესმის, რომ 2021 წლის მანქანა ძალიან ძვირი ღირს უკვე. ბევრი ქართველისთვის ეს არის ფუფუნება, ძალიან ძვირი. რას უთავაზობთ ამ საზოგადოებას? კიდევ ერთხელ, აი მართლა მანდრეულ ახსნას ვერ ვახდენ. ის რომ საქართველოში კი თბილისში, მაგალითად ძალიან ბევრი მანქანაა და ბათუმში. ბევრი მანქანა, გადატვირთული მოძრაობაა. ოღონდ აქაც შეხედეთ იქ იყო ფასების თემაზე ყველაფერი ამ შეხედეთ გუშინ იყო სხვა შორის ძალიან მნიშვნელოვანი ამას ვითქვი ერთად აი ეს კომისიის თავმჯდომარე მილიონერი რო ყავთ სახელი და გვარს ვერ ვიმახსოვრებ იმ კაცის კვიციანების სიძერო არის ოჯახის ბერეკაშვილი ხო ეს ბერეკაშვილი გუშინ იყო ერთ-ერთი ისე უბნებოდა რა ქვია ბიზნესმენი ყავდა მეგო რეზოლაშაკიძე ყავდა ბარემ მისი გვარიც კი ბატონო ეგ დავიმახსოვრე ხო ისინი ვიცი და
ხო, შეხედე, მე მგონი რეზო ვაშაკიძე იყო ჩირიმასი, რომელიც ეუბნებოდა, რომ კაცო, თქვენშია პრობლემა. კვოტირებას არ აკეთებს შემოტანის, იმპორტის, მაგალითად, ქათმის ხორცის სახელმწიფო სოფლის მეურნეობის სამინისტროა და DGG-ო და DGG-ს მაგალითი მოუტანეს სხვა ქვეყნების და გააჩერა და ჩვენ აქ DGG-ზე არ ვსჯელობთ, ანუ პირდაპირ უთხრა ამ ხალხს, რომ ჩვენ DGG-ზე კი არ ვსჯელობთ, ფასებზე კი არ ვსჯელობთ. ჩვენ ვსჯელობთ იმაზე, რა ქვია, თქვენ მოგება როგორ დაიკლოთო. ანუ მოგება რომ დააკლოთ, ამაზე ვსჯელობთ. ეხაც, აი მეორე პრობლემა, სერიოზული პრობლემა თბილისში, მაგალითად, გადაადგილების პრობლემა. და ამას მუნიციპალიტეტმა იმითი კი არ მოუვაროს, რომ კარგი საზოგადოებრივი ტრანსპორტი შექმნას, რომელიც მიზიდავს, ზონირება გააკეთოს, სწორი თბილისის შემოვლითი გზა გააკეთოს და ამით გავთვალოთ. კი არა, თქვენ მოსახლეობამ უნდა აწიწვნიოთ და ერთი რა $10,000 მეტი გადაიხადოთ მანქანაშიო და ეს გააკეთეთ. აი ამ გაჭირვებულ ქვეყანაში. ერთადერთი რამე მახსენდება მთელი დღეა ქალბატონო დიანა. ბერდი მუხამედოვი იყო ესეთი კაცი, აი მამა ახლა დღევანდელი თურქმენეთის მმართველის. ამ კაცმა აშხაბადში 15 წლის წინ სადღაც დაახლოებით აშხაბადში აკრძალა ყველა მანქანა თეთრი ფერის მანქანების გარდა ქალბატონდიანა. მართლა გააკეთა, სერიოზულად ვიძახი ამას. თეთრი ფერის მანქანები დადის მარტო აშხაბადში, იმიტომ რომ იმ კაცს ეგრე მოეხოშა. და აი ამაში ვცხოვრობ. ყავს ჩვენი ბერდი მუხამედოვი. უღერხე ხო საბოლოოდ რომ აღიაროთ, რომ ამ კაცის რაღაცა არაჯანსაღ ნოსტალგიებზე და ახირებებზე ვარ დამოკიდებული. რაღაცა საბჭოთა დროის უნივერსიტეტის კონცეფცია თან ისიც მახინჯი ფორმით, იმიტომ რომ არ ესმის სინამდვილეში რა უნდა ამ კაცს. ეს შემოგვატანეს, ეხა უნდათ რომ აი საბჭოთა დროში რო იყო, რა ვიცი, ერთ სოფელს ორი მანქანა რო ყავდა. აი მაგ დროში დაბრუნება უნდათ. საკა ისედაც იზოლირებული, გაუბედურებული, გაცამტვრებული ქართული რეგიონების და სოფლებს უნდათ რომ ერთი მანქანა იყოს, ან ორი მანქანა იყოს იმ სოფელში. აი აქამდე დავდივართ ხალხო. ამა ვინ ეკითხება კობახიძეს, ვინ ეკითხება რამდენი სუპერმარკეტი ექნება აგროხაპს, ვინ ეკითხება რას გაყიდის ისა GPS წამლის გარდა თავის სუპერმარკეტში და ვინ ეკითხება ვის რომელი წლის მანქანა ეყოლება. სად მივდივართ ამ ყველაფრით? გეტყვით სად მივდივართ? მივდივართ დირიჟიზმისკენ, ანუ ივანიშვილი ზღუდავს და ახშობს საქართველოში ერთი რომ გონია რომ ეხა პოლიტიკური ველი პოლიტიკა მოსპო და ეხა გადავიდა ის რაცთვის თავისთვის საფრთხეთ ამის გაქრობაზე, ანუ სხვა ფულზე, თავისუფალ ფულზე ამ ქვეყანაში. სამოქალაქო სექტორი მოკლა, უცხოური დახმარება მოკლა და ეხა პირდაპირ მიადგა ბიზნესს და ეუბნება რომ ეხა თქვენ უნდა მოგება დაიკლოთ. მე რომ მოუნდება რომ ვიღაცამ რაღაცა მოიმატოს, მე ეს გააკეთოთ. ეხა მანქანებს აღარ შემოიყვანთ ქართველები და რა ვიცი ეხა თუ არ აქვს საშუალება იქით ძმაო სახში. კი ბატონო, თაზო, მინდა ერთ კონკრეტულ თემასაც შევეხო. დღეს ნიკა გვარამია გამოვიდა საპატიმროდან, მისი ერთ-ერთი კომენტარი იყო ასეთი რომ ერთად უნდა გვხედავდნენ, ერთად უნდა მოქმედებდეთ, ერთად უნდა ვამარცხებდეთ. ეს იყო მისი პოლიტიკური გზავნილი, ოპოზიციურ გაერთიანებაზე ლაპარაკობს, რაღაც კოორდინაციაზე ამ მხრივ. მე ვუსმინე თქვენი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს ირაკლი კუპრაძეს, რომელიც რამდენიმე ეთერში საუბრობს, რომ ლელოს აქვს თავისი გზა, ის არანაირ გაერთიანებებში არ მოიაზრება. მინდა კიდევ ერთხელ კითხოთ, რამდენად მყარია ამ მხრივ თქვენი პოზიცია და რა სიტყვით ამ ტიპის გზავნილებზე. კი ბატონო, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მინდა მიულოცო ნიკას, აბსურდია რომ მიწევს მიულოცო აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალის გამო ციხიდან გამოსვლა, მაგრამ ეს ყოველთვის მნიშვნელოვანია. ნიკა ჩემი დიდი ხნის მეგობარია და მიხარია ეს ამბავი ადამიანურად ძალიან და მას და მის ოჯახს ულოცავ და მნიშვნელოვანია ის გარეთ არის. ეს ერთი, რაც შეეხება თქვენ კითხვას, ჩვენი პასუხი ირაკლიმ თქვა, მე აქვე გავიმეორებ. ლელუძლიერ საქართველოს აქვს არჩეული თავის გზა. პოლიტიკური ბრძოლის ამ ეტაპზე ლელუძლიერ საქართველოს არ მოიაზრებს რაიმე ერთობის ნაწილად ყოფნას. ეს არ ნიშნავს, რომ ბრძოლაში არა ვართ, ჩვენ ამ ბრძოლაში ვართ, ჩვენ ამ ბრძოლაში ვიქნებით ბოლომდე, ჩვენ ამ ბრძოლაში არავისკენ არაფრის სროლას არ ვაპირებთ, არავის ლანძღვას არ ვაპირებთ, იმიტომ რომ გონია რომ სწორედ იმიტომ რომ დიქტატორულ რეჟიმს ვებრძვით, ყველა მებრძოლი ადამიანი, ყველა მებრძოლი ჯგუფი ერთიანობაზე რაღაც ტიპის კოორდინაციაში ყოფნაზე თქვენ სულ გქონდათ ეს გზაობა სხვადასხვა წლებში, სხვადასხვა პერიოდში, ამ თქვენი ბიოგრაფიის, პოლიტიკურის პარტიას გულისხმობ, მაგრამ ეხლა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ეს ვთქვათ ის ლანძღვა გინება თუ წინააღმდეგობა რაც არსებობდა, ეს გახდა ამის მიზეზი, თუ რაღაცნაირად ამ თქვენმა პოლიტიკურმა ცხოვრებამ რამდენიმე წლიანმა გაფიქრებინათ, რომ ჯობია რაღაცნაირი ინდივიდუალური პოლიტიკური მიმართულებით სვლა თუ აი საინტერესოა. კი ბატონო.
მოგახსენებთ არა ჩვენ ახლა საბავშვო ბაღი ნამდვილად არ არის და სწორედ გამიგეთ ნამდვილად არ არის განსაზღვრელი ახლა კი იყო ძალიან ჩვენი აზრები განსხვავდებოდა 4 ოქტომბრის შესახებ ჩვენი და იმ ხალხის ვინც დღეს ჩვენი კოლეგების რომლებიც გაერთიანებაზე საუბრობენ განსხვავდებოდა ჩვენ მივიღეთ ძალიან ბევრი ტალახი ამ პროცესში დაუმსახურებლად რომელზეც არ გვიპასუხია იმიტომ რომ ვთვლით რომ ინტერესების დაზიანება ქართული საზოგადოების ეს მაშინაც ესე ვთვლით ეხლაც ესე ვთვლით მაგრამ ეგ არ განსაზღვრავს ჩვენს მოდუს ოპერანდის და ჩვენ მოქმედებას და პოლიტიკურ ქცევას ჩვენ მოქმედებას და პოლიტიკურ ქცევას განსაზღვრავს ჩვენი გადმოსახედიდან ჩვენი ამომრჩევლის და საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესები ამიტომ ვამბობ რომ ჩვენ არავისთან იმაში რა ქვია ოპოზიციად არ ვდგებით და არავისთან წინააღმდეგობაში და შეტაკებაში არ შევდივართ ჩვენ ვთვლით რომ ივანიშვილი არის ამ ქვეყნის მთავარი მტერი ის ვინც აღარიბებს საქართველოს მოქალაქეებს ის ვინც ფასებს ზრდის ოღონდ ამ ბრძოლის ეტაპზე დღევანდელი დღეს ჩვენ არ ვთვლით რომ უნდა ვიყოთ იმ ერთობის ნაწილი რა ერთობის კონტურებიც იკვეთება იმიტომ რომ არ გვაქვს თანხwebdriver აი ამ ეტაპზე პოლიტიკური გზისა აი იმ საერთო სად გაქვთ თავარი წყალგამყოფი ჩვენ გზით მივდივართ იცით რა არ შევალ ამ დეტალებში უბრალოდ ვიტყვი მე პატივს ვცემ ამ ერთობას მე პატივს ვცემ მათ შეთანხმებას უბრალოდ მე ვთვლი რომ და ჩვენ ვთვლით რომ ლელო ძლიერი საქართველო ბევრად უფრო ეფექტური იქნება ამ ბრძოლის ამ ეტაპზე კიდევ ერთხელ გამომერდებ საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე ბრძოლის ამ ეტაპზე ჩვენ ვთვლით რომ სწორი გზა არის ლელოს დამოუკიდებლად პოზიციონირება ბევრი მნიშვნელოვანი ესე თემა რომელშიც ჩვენ ვაპირებთ გავყვეთ ბოლოს ვიბრძოლოთ ბოლომდე და გქონდეს ჩვენი პოზიციონირება, ჩვენი ხაზი, თქვენ ახსენეთ ქაოტონდიანა ჩვენი წარსული პერიოდი, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიყავთ ბევრი გაერთიანების ნაწილი, კოორდინაციაზე უარს არასდროს არ ვამბობთ, ლაპარაკზე უარს არასდროს არ ვამბობთ, ყოველთვის ვიყავით აი ამ მოდულში. ახლაც მე მგონი კოორდინაციაზეა უფრო ლაპარაკი, ვიდრე ახლა რაღაცე ჩვენ ყველასთან ვილაპარაკებთ, ოღონდ მე აგრეთვე რახან გავიხსენეთ ჩვენი წარსული, აგრეთვე ვიტყვი ამას, რომ ჩვენი პარტიის შექმნის დღიდან ერთი მთავარი რაღაცა მახასიათებელი რაც ლელო ძლიერ საქართველოს ყოველთვის ახასიათებდა, იყო ის, რომ ჩვენ მქონდა ყოველთვის ჩვენი უნიკალური პოზიცია. ამ პოზიციას ყოველთვის ვაფიქსირებდით და რაღაცა ნიუანსებია თუ უფრო მნიშვნელოვანი დეტალები ყოველთვის განსხვავდებოდა ხოლმე ჩვენი მიდგომა რაღაცა საერთო მიდგომებისგან. ახლაც ვაპირებთ ესე პოზიციონირებას. მიზანი მგონია რომ იმ კოორდინაციისას და ჩვენიც მიზანი საბოლოოდ საერთო უნდა იყოს ივანიშვილის დამარცხება და ამ ქვეყნის განთავისუფლება აი ამ რაღაცა პოსტსაბჭოთა ჯოჯოხეთიდან, მაგრამ პოლიტიკური ბრძოლის ამ ეტაპზე ჩვენ ვთვლით რომ ჩვენთვის ახლა სწორია. კი ბატონო, მადლობა. დამოუკიდებელი ხაზი გავატაროთ და ასე ველაპარაკოთ ჩვენ ამ მორჩევას. მადლობა.